მაწანწალად ცხოველების პრობლემის მოგვარების მიზნით ქუთაისის მერიამ ცხოველების თავშესაფრის მშენებლობა გადაწყვიტა. ახალი ინიციატივით შესაძლებელი იქნება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის უპატრონო ცხოველების ლიკვიდაციის თავიდან აცილება. მსგავსი არაჰუმანური მოპყრობა საზოგადოების და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უკმაყოფილების მიზეზია. ქუთაისის მერია ამ პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში შეეცდება. მაწანწალად ცხოველების პრობლემა ქუთაისში აქტუალური გაზაფხულის პერიოდში ხდება, როდესაც ქალაქში მათი რაოდენობა იზრდება. დაავადების გადამტანი ცხოველები მოსახლეობას პრობლემებს უქმნიან, თუმცა ადგილობრივები მათ და არაჰუმანური მოპყრობის წინააღმდეგნი არიან. ქუთაისში მცხოვრებმა მანანა ხანანაშვილმა უპატრონო ცხოველების მოვლა თავის თავზე აიღო და სახლში ქუჩიდან მიყვანილი 6 ძაღლი ჰყავს, რამდენიმე მათგანი კი უკვე გააჩუქა. მაწანწალად ცხოველების ლიკვიდაცია მისთვის მიუღებელია. მოდიოდა ძაღლების მანქანა და ხდებოდა მათი მაშებით აყვანა. ეს ყვირილი ხშირად მომდიოდა დავაჩხუბი მათთან. და აქედან გამიჩნდა სურვილი, რომ მე მითხრე, რომ თბილისში ვაგზავნითო და ამ დროს თურმე ხდებოდა მათი განადგურება დენის წყალსავლებდნენ ერთ-ერთმა მითხრა და აი ამის შემდეგ უკვე დავიწყე წამოყვანა მათი ერთ-ერთი ჯური უკვე 6 წელია საავადმყოფოს ეზოდან წარმოვიყვანე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიური მუშაობა დაიწყო ძაღლების პრობლემების გადასაჭრელად. მაწანწალად ცხოველების გადასარჩენად ქუთაისის მერიამ ძაღლების თავშესაფრის აშენება გადაწყვიტა. ქუთაისის მერიასთან ერთად პრობლემების მოგვარებას ორგანიზაცია Dog Organization Georgia შეეცდება. ჩვენს ორგანიზაციას უკვე აქვს თავშესაფარი თბილისში და გსურს მსგავსი პროექტი ქუთაისშიც განვახორციელოთ. სწორედ ამიტომ თანამშრომლობთ მერიასთან, რათა მათ ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ. ჩვენი მიზანია მაწანწალად ცხოველების მიერ დამოკიდებულება ეთიკის ფარგლებში იყოს მოქცეული. პროექტის საერთო ღირებულება 370,000 ლარს შეადგენს. უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც მაწანწალად ცხოველებისთვის თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარი აშენდება.